გამარჯობა დღეს შენთან ერთად ვეცნობით ჯემალ ქარჩხაძის ძალიან მაგარი მოთხრობის იგის სამყაროს, იმ ნაწყვეტებით რაც გვაქვს. და ეს არ არის უბრალოდ რაღაც ამბავი შორეულ წარსულზე, ხო? ეს არის ამბავი ერთ ადამიანზე, იგის ეძახიან, რომელიც სხვანაირად ხედავს ყველაფერს, ვიდრე მისი ტომი. ჩვენი მიზანია, რომ ჩავუღმავდეთ მის შინაგან ბრძოლას, მის აღმოჩენებს. კი, და ეს ნაწყვეტები კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ უწევს იგის, ესე იგი გამკლავება ამ ტომის საკმაოდ მკაცრ და თითქოს უცვლელ ტრადიციებთან. და საინტერესოა, შენთვის, ვინც გვისმენ, რას ნიშნავს ეს ბრძოლა, შინაგანი ეჩვები, მარტოობა და თან ეს სურვილი, რომ იპოვოს საკუთარი თავი. ეს ამბავი ბევრ კითხვას სვამს რა, საზოგადოებაზე, ნორმებზე. რა ფასი აქვს, რომ იყო განსხვავებული? მოდი დავიწყოთ ერთ-ერთი ტრადიციით, რომელიც წყაროებშია ნახსენები. დიდი დაძინების ქარაფი. წარმოიდგინე ადგილი, საიდანაც, მოხუცებს ან დამარცხებულ ბელადებს აგდებენ. და ეს ისეთი ჩვეულებრივი რამეა ტომისთვის, რომ არავინ კითხვასაც არ სვამს. თითქოს სულ ასე იყო. ხო, მან იწყება იგის შინაგანი რყევები, როცა ახალი ძლიერი ბელადი ამარცხებს მამამისს და ძველი ბელადი ქარაფიდან ვარდება. მაგრამ აქ რაღაც უცნაური ხდება, რაც იგის აფიქრებინებს. ბელადი არ ყვირის, უკან არ იყურება და მიწაზე ტოვებს მხოლოდ ნაკვალევებს, წვიმიან მიწაზე. ეს პატარა დეტალი, ხო? ნაკვალევი. იგისთვის ხდება ნიშანი, რომ ადამიანი სულ ბოლომდე არ ქრება, რაღაც რჩება. საინტერესოა, რა შეიძლება ნიშნავდეს ეგ რაღაც მისთვის იმ მომენტში. და მერე მოდის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო მომენტი. იგი ამჩნევს, რომ სხვებისგან განსხვავებით წელში გამართული დადის. ეს ხო უბრალოდ ფიზიკური რაღაც არ არის. თითქოს მისი შინაგანი სამყაროს ანარეკლია გარეთ. და ამას რა მოაქვს? ფიზიკური ტყივილი ჯერ ერთი და მერე გაუცხოება, თანატომერებისგან ხრამა მარტოობის განცდა, ტექსში ამოს წუხილი ჰქვია. რაღაც მტანჯველი შეგრძნება იმისა, რომ ვერ ერგები. კი, ეს წუხილი მართლა ცენტრალურია. მოსვენებას უკარგავს იგის და ნახე რას აკეთებს. მის დასამარცხებლად ცდილობს სხვებს დაემსგავსოს. იწყებს მოხრილად სიარულის სწავლას. ეს საშინელ ფიზიკურ ტკივილს აყენებს და ახერხებს კიდეც. რაღაც დროით ემსგავსება ტომს, მაგრამ შვება დროებითია, წუხილი ბრუნდება. იმიტომ რომ, შენ ხვდები ალბათ პრობლემა გარეგნობაში კი არაა, შიგნითაა, მის აღქმაში. ძალიან მძიმეა საკუთარი თავის უარყოფის მცდელობა. და სწორედ ამ მარტობაში, როცა ბუნებას აფარებს თავს, ტყეს, ზღვას, იქ განიცდის რაღაც განსაკუთრებულს. არის მომენტი, როცა გრძნობს სრულ ერთიანობას სამყაროსთან. ცა იგი იყო, ზღვა იგი იყო, ტყე იგი იყო და ამ დროს ისევ თითქოს თავისთავად იმართება წელში და წუხილი ქრება. ეს რაღაცნაირი გამოცხადებაა, ხო, საკუთარი ადგილის პოვნა სამყაროში. ოღონდ არა ტომის წესებით, არამედ საკუთარი განცდით. ზუსტად. ეს არის მომენტი, როცა პირველად გრძნობს ნამდვილ თავისუფლებას ალბათ. და ეს შინაგანი ცვლილება ახალ ფაზაში გადადის, როცა მის ცხოვრებაში ნიჩნდება. ქალი. თავიდან არის ჩვეულებრივი ფიზიკური მიზიდულობა, მაგრამ მალევე ხვდება, რომ ეს რაღაც მეტია. თბილს და საამოს ხედავს მასში, რაღაც განსაკუთრებულს, რაც აქამდე არ ქონია. მაგრამ ნახე რა ხდება. ტომის წნეხი, ეს სოციალური ნორმები, ხო? მაინც თავისაც შრება და იგი საბოლოოდ ისე იქცევა ნისთან, როგორც იქცევიან სხვები. თრგუნავს იმ განსაკუთრებულ გრძნობას. იგი აკეთებს რაღაც, რევოლუციურს, თუმცა თავადაც ბოლომდე ვერ ხვდება ამას, იმედგაცრუების და ზიზღრის გამო, მის სახე მის გონებაში მახინჯდება. და ამ დამახინჯებულ სახეს ხატავს თითით სველ სილაზე. ეს ხომ პირველი ნახატია ფაქტობრივად. პირველი მცდელობა, რომ შინაგანი ხატი, გრძნობა, გარეთ გამოიტანოს, ვიზუალურად. რა არის აქ ყველაზე საინტერესო შენთვის? ეს არის უნარი. უნარი, რომ შინაგანი სამყარო, თუნდაც დამახინჯებული, გარეთ გამოიტანო. რომ დატოვო კვალი, რომელიც აღარ არის უბრალოდ ფეხის ნაკვარავი, არამედ აზრის ანარეკლია, გრძნობის, აღქმის.
იგი ინტუიციურად ხვდება კავშირს შინაგანსა და გარეგან გამოსახულებას შორის. ეს ცნოდიერების ნახტომია. მაგრამ რა პარადოქსია, სწორედ ეს აღმოჩენა კიდევ უფრო აშორებს მას ტომისგან. რატომ? იმიტომ რომ ეს უნარი შექმნა, გამოსახო, ეჭქვეს აყენებს ყველაფერს, რაზეც ტომი დგას. უცვლელობას, ერთგვაროვნებას, მხოლოდ ფიზიკური კვალის მნიშვნელობას. მაშ, რომ შევაჯამოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის? ვინც ახლა გვისმენ? იგის ისტორია ხომ გვიჩვენებს ინდივიდის მარადიულ რთულ გზას საზოგადოებაში. საზოგადოებაში, რომელიც ხშირად ერთგვაროვნებას ითხოვს. მისი წუხილი, ეს არ არის უბრალოდ სევდა. ეს არის შინაგანი შეუთავსებლობის მტკივნეული განცდა გარემოსთან დადგენილ ნორმებთან. და მისი აღმოჩენები ჯერ კავშირი საკუთარ თავსა და სამყაროს შორის, ბუნებასთან ერთიანობა. და მერე, ბოლოს, ამ შინაგანი სამყაროს გამოსახვის, აი ამ აზრიანი კვალის დატოვების უნარი, ეს არის ცნობიერების გაფართოების ეტაპები. და ეს ეტაპები აუცილებლად ეწინააღმდეგება ტომის სტატიკურ უცვლელ წესრიგს. ეს გვაფიქრებინებს, შენ რას ფიქრობ ამაზე? რა ფასვი ხდით ჩვენ, ან იგისნაირები ინდივიდუალურობისთვის? და როგორ შეუძლია ერთ აღმოჩენას, ერთ აზრს შეცვალოს მთელი ჩვენი რეალობის აღქმა? და ბოლოს, დავტოვოთ ერთი კითხვა შენთვის დასაფიქრებლად. რა ხდება მაშინ, როცა ინდივიდის მიერ აღმოჩენილი ეს კვალი, იქნება ეს იდეა, ხელოვნების ნიმუში, ახალი ხედვა, რა ხდება, როცა ეს კვალი იმდენად სცილდება საზოგადოების მიერ მიღებულ ნორმებს, რომ მისი არსებობა უკვე საფრთხეს უქმნის ამ ნორმებს?